ტელეფონი, ძველი ხმები, ძველი გემო, ძველი ფერი, ძველი სურნელი, ძველი ჰანგები და აწმყოზე მომართული ძველი რადიო. რადიო იმედის ეთერშია ძველი რადიო ნინო მეუნარგიასა და მიხეილ მიმინოშვილთან ერთად. ძველი რადიო. მიშა და ნინო ძველი რადიო დაგიბრუნდით ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად ტყუპი ძმების შემოქმედება და ცხოვრება. ბესო და გოჩა გინტურები გვეწვივნენ. მადლობა სტუმრობისთვის. და მართლა ნამდვილად უხდება თქვენი სტუმრობა ჩვენი ეთერის დასასრულს, ანუ ჩვენი სეზონის დასასრულის ეთერს. კი ბატონო, და ყოველთვის აღნიშნავთ, რომ სეზონის დასასრულს ფიქრობთ, რომ რაღაცა უფრო საინტერესო სტუმრები მოვიყვანოთ, თუმცა აღარაც შეეხება ეხა დასაწყისით აღნიშნეთ, წლევანდელ სეზონს თუ შევაჯამებთ, ვერავის ვერ გამოვარჩევთ, ძველი რადიოს ყველა სტუმარი იყო ძალიან საინტერესო, თუმცა აქ გამონაკლისი არის ის, რომ მხატვრები და ტყუპი ძმები პირველად გვესტუმრნენ. რაც შეეხება თქვენ შემოქმედებას, მართლა ძალიან საინტერესოა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, აი სტუდიაში სანამ შემოვიდოდი, ჩვენ ვისაუბრეთ და ისიც აღნიშნეთ, რომ მთიულები კიდე რაღაც სხვანაირად ხატავთ, თუ შეიძლება ეხეს არ ვიცი, ჩემი მოსაზრება, მე მგონი არ მიწყენს ჩვენი მსმენელი და მაყურებელი, რაღაცა სხვა ხედვა გაქვთ კიდე განსაკუთრებული. ამაზე რა თქმა უნდა ვისაუბრებთ, თუ ჩემი აზრით ეს განსაკუთრებულობა რაში მდგომარეობს, თუმცა ვფიქრობ დავიწყოთ ბავშვობიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან საინტერესოდ დაიწყეთ ხატვა. მოდით გავიხსენოთ აი ეს ბავშვობის წლები და პირველად როდის აიღეთ, თუმცა ფუნჯი არ აგიღიათ ხელში და ამას თავად გვიამბობ, როგორ დაიწყეთ ხატვა. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის, თქვენს ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს მინდა მადლობა ამ ყველაფრისთვის. ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ, რა თქმა უნდა, როგორც ყველა მხატვარი ბავშვობაში იწყებს ხატვას, ჩვენ შემთხვევაშიც ასე იყო, 5 წლის ვიყავი საბავშვო ბაღის ასაკის, რომ შემაქეს და ამ შექება იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ აი მეც კი მაქვს სურვილი ყოველთვის ადამიანებს დავხატე პეიზაჟი და იმდენად შთაბეჭდილება მომახდინა ეს პედაგოგზე, რომ აი მაქებდა და ძალიან მომეწონა ეს შექება და ეს გახდა мотиваცია უკვე რომ მე არ გავჩერებულიყავი. ნუ რა თქმა უნდა, ალბათ იყო ნიჭიც. ესა აუცილებლად, იმიტომ რომ შემდგომ პერიოდებში და შემდგომ წლებში იყო ესეთ დაფიქსირებული შექება, მოწონება და არ გავჩერებული ვარ მე იმის. და როგორც გითხარით, ნახშირით დაიწყეთ ხატვა და აი გავიხსენოთ, აი ზუსტად ის პირველი თუნდაც ნახატი და აი რა დახატეთ ნახშირით და როგორ დახატეთ. და ცარცი საიდან ეს? ნუ დედა იყო, მკერავი იყო და ძალიან ბევრი ცარცი ჰქონდა. ხო და ეს ცარცები ახლა იყო ძალიან ფერადოვანი ცარცები არ იყო და ჰქონდა ნახშირი. ახლა ჩვენ და უნებურად ვიყავით 13-14 წლისები, ძალიან გვინდოდა რაღაცების დაბღაჭვლა, ასე რომ ვთქვათ. და გამოვიყენეთ კარდონი, ხავერდოვანი კარდონი გამოვიყენეთ და დავიწყეთ პირველი პორტრეტი იქ დავხატე შუქჩილებში. ეს დამოუკიდებლად არანაირი კონსტრუქციისა და არანაირი აგების ცარცი და ნახშირი. ცარცი და ნახშირი ერთმანეთს აუღრიეთ და რაღაცა პროცესი იყო ძალიან სასიამოვნო და ეხლაც რო გავაკეთო, ესეც საინტერესო არის, ისეთი საინტერესო და სასიამოვნო პროცესი არის, ერთმანეთში ტონალობები როგორ გადადის. აი ეს ხელით ვაკეთებთ. არანაირი ბატონო, ეს ედროულად ხდებოდა, ხო ეს მაინტერესებს, აი ხუპების ამბავის მაინტერესებს, ედროულად ხდებოდა. ის ბავშვური ის მომენტი, არ ვიცი, ახლა მოდიოდა თავისთავად ეს აი რო საღამო მოდიოდა, გვინდოდა რომ რაღაცა გვეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო ისენი ქონა მასალები და იქ გაკვეთილების მომზადება, მაგრამ აი ეს სახვითი ხელოვნება რაღაცნაირად გულიდან ამოდიოდა. გული და გონება ერთმანეთის. ანუ 5 წლის ასაკში. 5 წლიდან. 5 წლიდან. ხო, ნუ ეს ძალიან პატარებით რო ვიყავით საბავშვო ბაღის პერიოდიდან, მაგრამ მე უკვე გამძაფრდა, უკვე როგორც კი აი 10-9 11-12 წელი უკვე ეს პროცესი გამძაფრდა, სურვილი გამძაფრდა. ბატონო, ეს ხიდის ამბავი არ გამოვტოვოთ, ხო? ყველაფერს რასაც კი თეთრს ხედავდით სახლში, ყველაფერზე ვხატავდით და ბღაჭნიდით, რა არ ვჩერდებოდით.
ეს იყო კონფლიქტიც კი მოდიოდა ოჯახის წევრებთან, რა თქმა უნდა. ყველაფერზე ვხატავდი და ეხლაც არის შემორჩენილი ჩვენს ძველ სახლში, მეჯურის სოფელ მეჯურისხევში კედლებზე ნახატები. ეხლაც არის, არც დაზიანებულა და როცა ჩვენ სოფელი არის ორი დიდი და პატარა მეჯურისხევისგან შედგება და ხიდი ყოფს. აი იმ ხიდის ქვეშ ჩვენ დიდი, ხიდის საყრდენი რაზეც არის, აი იმაზე ვხატავდით ხოლმე. ფაქტურა მოგეწონათ. იმაზე ვხატავდით ხოლმე ნახშირის ფანქრით და ნახშირის საშუალებით და ბალახების მეშვეობით რაღაც. բայց ბალახის ფერსაც და ტექნიკურ შეწყმას ვაკეთებ ჩვენ ახლა ეს გაუაზრებლად ვაკეთებ ჩვენ გვინდოდა ფიგურა გამოსულიყო ადამიანის ფიგურებს ვაკეთებდით და მე როცა ვბრუნდებოდით ქალაქიდან სოფელში და ჩვენი ნახატები გვინდოდა რომ გვენახა იქ აღარ იყო იმიტომ რომ ბუნებაში ლიდა რაღაცნაირად ბუნებასაც ვებრძოდით რა გვინდოდა კიდე დაგვეხატა თან მორიდებულად ხო კიდე გერიდებოდათ ხო აღდგენახდი ხო თან და აი რაღაც მახსოვს ძალიან ეს ასეთი მომენტი სოფელში როგორ ვითარდებოდა ჩვენი ხელოვნების ჩასახვა ჩვენს გულებში და ეხლა უკვე კი ბატონო და შემდეგ უკვე ნიკოლაძე ხო? შემდეგ ჯერ იყო თოიძე როგორც თქვი ესე იგი არ მინდოდა თოიძიდან გადასვლა სახვითი ხელოვნებაზე ანუ ნიკოლაძეში სადაც უფრო მძლავრად და უფრო მომწონდა ეს სასწავლებელი ძალიან დიდი სურვილი მქონდა ისეთი რომ ასე მეგონა ჰარვარდში ვაბარებდი ისე ძალიან მინდოდა ნიკოლაძეში და იქ რომ დადიოდნენ ბავშვები აი ბედნიერე ბათრთოლიდი ამ ადამიანებს შევედი დირექტორთან და მოვახსენე ჩემი მდგომარეობა და მითხრა თქვენ თუ ჩააბარებთ მაღალ ქულებზე მე თქვენ მეორე კურსზე დაგსვავთ ეს იყო ჩემთვის აი არ მოუდგენელი ისაა მაშინ ვიყავით 18 წლისები 17 წლისები ესე მე იმ ერთ წელს არ დაგაკარგინებთო ეს მოხდა ნიკოლაძეში ეს 2% პრეცედენტი მოხდა ერთი იყო წლების წინ და ერთი ჩვენ შემთხვევაში და შეასრულა დირექტორმა ჩვენი თავისი დაპირება და სიტყვა და ჩვენ მეორე კურსზე მოხდით უფასო სექტორში მაშინ ქულებიც კარგი აღიღეთ საერთაშორისო პირველები ვიყავით ბიჭებში და გოგოებში ერთი აი უბედნიერესი ვიყავი ანუ როგორი ვიზა მიმართულება ქონდათ ახალგაზრდებს პატარობიდან რომ უკვე განსაზღვრული ქონდა თავისი მომავალი და ფაქტობრივად ჩვენ ოფიციალურად თქვით რომ არ გვინდა თოიძე და გვინდა ნიკოლაძე არ გვინდა ჩვენ სხვა სასწავლებელი ეს იყო ჩვენი საქმე რა კი ბატონო და დაიწყო რა თქმა უნდა და აკადემიის შემოქმედებაში შეაბიჯეთ ანუ დიდი ნაბიჯებით და ფერწერა ხო ძირითადად მაგრამ არა მარტო ფერწერა ხო უკვე გადავიდეთ თქვენ შემოქმედებაზე მინდა რომ ყველაფერზე ვისაუბროთ ანუ აი ეს პროცესი ჩამოყალიბებისა რომ თქვენ ახლა ძიებაში ხართ რა თქმა უნდა და ეს დაუსრულებელი პროცესია მაგრამ აი როგორ მიაგენით იმას რასაც ახლა არაჩვეულებრივი ნახატებია ერთი გრაფიკაში მუშაობ ძირითადად თუმცა აი დამოკიდებულება თქვენი აკადემიურობისადმი აი ეს მომეწონა თქვენ არერთი ინტერვიუს გადავავლე თვალი და თქვენს Facebook-საც აი მომწონს თქვენი დამოკიდებულება ნატურიდან ხატვისა ანუ ის რაც აუცილებელია საიდანაც იწყება ანი და ბანი მხატვრობისა და მოდით რადგან აი ხა ეს ნახატი ნამუშევარი ვაჩვენეთ ხო გოჩასი მოდით ბატონ გოჩა ეს მართლა საოცარი ნამუშევარი ამაზე რო გითხრათ ეს ნამუშევარი ამ სტილის ნამუშევარი 2010 წელში დავიწყე ჩანახატიდან პატარა ესკიზი გავაკეთე და შემდეგ უკვე გადავიტანე ფერში ტილოზე გადავიტანე მე 2011-12 წელში ბერლინში მქონდა გამოფენები და იქ მივიღე ჯგუფური მე პერსონალური გამოფენა უკვე 2012 წელში და საინტერესო ინტერესი მოყვა მოეწონა თქო თავარი ნამუშევარი ჩემში ამ ნამუშევარში არის ადამიანების მიმართ დამოკიდებულება მე ვაკვირდები ადამიანებს გამოფენებზე როდესაც გამაქვს როგორი განწყობით არიან ჩემ ნამუშევრებში იყო ერთი მომენტი როდესაც ადამიანი გაჩერდა და დიდხანს იდგა და შორიდან რო უყურებდი მე ვთქვი რომ აი ეს უკვე მე ამით უკვე რაღაცა პატარა მიზანი მივახციე რადგან ის ადამიანი რო უყურებდა მე შემდეგ შტაბ-ჭილებები მითხრა რომ მე ყველანაირი აბსოლუტურად ყველანაირი პრობლემისგან განთავისუფლდი და მინდა რომ უყურო ამ ნამუშევარს და ეს განწყობა იყო მის სახეზე არიკლული აი უაღრესად აი რაღაცა ესეთი კმაყოფილებით ახსოვს
აი მაშინ თქვი რომ მე წარმატებული ვარ მეთქი რადგან ერთი ადამიანი თქვენთვის მხატვრობა მხოლოდ თერაპია არ არის რის მაგრამ ეს თქვენთვის თქვენ მხატვრობა როგორც ხედავ არის იმის თქმა რაც თქვენმა უნდა თქვათ აი რომ ლექსის ერო შეგიძლიათ ლექსად წარმოთქვამდით ამას და მიუბრუნდეთ ჩინ შეკითხვას ხო რისი თქვა მინდა ახლა რომ ვაკვირდებოდი თქვენ ნახას აი თქვენ რო გზავნეთ ცარცი და ნახშირი აი გავდა ანუ ეთყობა ხო რაღაცა დავიჭირეს გრაფიკული რაღაცა მე კი ფერწერა მაქვს დამთავრებული მე აკადემიაში რომ ჩავაბარეთ კინოტელემხატვრობაზე ჩავაბარეთ საინტერესო არის ძალიან ეს კინოტელემხატვრობა მე გადავედით მობილობით გადავედი ფერწერაზე და საბოლოო ჯამში რაღაც გულმა კიდე გრაფიკისკენ გამიყვანა მე მაქვს ძალიან ბევრი ნამუშევარი გრაფიკული ურბანისტული სტილის ჩემებური გროტესკის სტილის ნამუშევრები და ასე რომ იმ აკადემიამ მე ამ აკადემიამ ძალიან ბევრი მომწია როგორც კლასიკური და შემდეგ უკვე თავისუფალი ღრმა შემოქმედებითი პროცესში ვართ ახლა რაც განსაკუთრებით აი პლენერებს დავიწყეთ სიარული ეს არის უაღრესად ძალიან დიდი პლენერებამდე ჩვენ მივად უბრალოდ ისე ნინო როგორც ბრძანა ჩვენ შეკითხვას დაუბრუნდეთ ანუ რაოდენ მნიშვნელობა აქვს აი თქვენ ბრძანეთ რომ გრაფიკა აირჩიეთ თქვენ თუმცა ეს იმას ანიშნავს რომ ფერწერა არ შეისწავლეთ გრაფიკა ძალიან კარგად იცით შეისწავლეთ და იმას არნიშნავს რომ ფერწერაში თქვენ უკვე თქვენი ნამუშევარი გრაფიკა არ იცით ანუ ის რეალური ცოდნა რასაც აი მხატვრობის ანი და ბანი ქვია კიდე განმეორდები აი ამის მნიშვნელობაზე რომ ვილაპარაკოთ იმიტომ რომ ეს თქვენს შემოქმედება შეიძლება ითქვას გამოკვეთილად არის და ამასობაში ბატონ გოჩა თქვენი საუბრობთ და მე თქვენ ნამუშევრებს ვაჩვენებ ჩვენს მაყურებელს ნიკოლაძემ როგორც თვის აი ძალიან დიდი სკოლა გაგვატარა კლასიკური ხელოვნების მიმართულებით. მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ აი მაგალითად ლეონარდო და ვინჩი არის ჩემი პედაგოგი, მეთქეთ ნუ ხსა ფიგურალურად ვამბობ, მაგრამ ეს ესია, იმიტომ რომ მათი მეშვეობით ის ბოტიჩელი იქნებოდა ეს თუ რაფაელი აი ესენი არიან ის კლასიკოსები, საიდანაც ისწავლება ფიგურალური ნამუშევრები. თუმცა არ ამდეკო დედა ჟურნალები ხო მოდის. კი. მახსოვს აკადემიაში ერთ-ერთმა პედაგოგმა მითხრა ესეთი რამე, რომ ყოველთვის თქვენს გვერდით არ ვიქნებითო. თქვენს გვერდით და თქვენთან ერთად იქნება ის გარემო, სადაც ხართო, ის ბუნება, ის ლანდშაფტი, სადაც თქვენ იმოძრავებთ და იმოქმედებთო და ის არის თქვენი მასწავლებელი. ისინი გააგრძელებთ დაკვირვებას ბუნებაზე და ისინი გასწავლიან თქვენო და ჩემთვის არის ძალიან სასიამოვნო, ძალიან ყველაზე მთავარი ამოსავალი წერტილი პლენერზე. აი ვანახოთ მიშა ხო? პლენერზე გასვლა. მე მყავს საკმაოდ საინტერესო კოლეგები, ჯგუფი მხატვრების, რომლებიც გავდივართ პლენერზე და საინტერესო ნამუშევრებს ვქნით და ავშერდებით. აი პლენერი რო ახსნათ რა არის? აი პლენერი ჩვენ მსვენელმაც და მაყურებელმაც რომ გავიგოთ. პლენერი ეს არის. პლენერი ეს იკითხება სიტყვით ნიშნავს სუბთა ჰაერზე გასვლას. რეაქციის ქვეშ სუბთა ჰაერზე გასვლას და საინტერესო ნამუშევრების შექმნას. აი ხა იქნება ქოროღლიზე, ხო? პლენერია მიმდინარეობს. ქოროღლიზე. ქოროღლიზზე ვიყავით საკმაოდ დიდი ჯგუფი მეგობრებისა, მხატვრებისა და ძალიან კარგი დღე გქონდა ის დღე და ესეთი დღეები და ესეთი ესე თქვა სიმპოზიუმები, ასე ვთქვა, კიდე იქნება და ძალიან მნიშვნელოვანია ბოდიში გადაწყვეტინა თქვენი და თქვენი მოწაფეების ურთიერთობა და მე ვნახე ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ნატურიდან ხატავენ ბავშვები თქვენ სახართ და უკვე მოციფებული მხატვრების მონაწილეობენ ამაში და ეს ნამდვილად ერთგვარი მასტერკლასივით არის, თუმცა აი ყველა მუშაობს და ყველაფრის შენიშვნის უფლება აქვს. და გინტურების ცენტრში ეს პროცესი სიცოცხლეა მიმდინარეობს და სხვათა შორის ასევე მე ვნახე ერთი ვიდეო, სადაც თქვენ ძალიან საინტერესოდ აძლევთ ბავშვებს მითითებებს, როგორ უნდა ხატონ და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც პატარა ბავშვი ფუნქცს იღებს ხელში. და ნინა შენს შეკითხვას კიდე ერთ ფრაზას დავამატებ, მახსოვს კიდე ერთი 7 მიზეზი რატომ და ხატოს და რატომ უნდა ისწავლოს ბავშვმა ხატვა. აი მართლა ჩემი სტიქია მართლაც აი ბავშვებთან ურთიერთობა ეს არის ჩემთვის აი პროცესი დიდი სიამოვნებისა და აი მაბედნიერებს ძალიან ისევე როგორც ბუნებაში ხატვა ისევე როგორც ურბანისტურ ხედებს ხატავ ეს ცოცხალი პროცესი არის იქ შენ ცოცხალ ფერებს ეძებ ცოცხალი ფერები დომინირებს იქ და ჰაერი რომელიც ყოველთვის იცვლება აი ისევია ცოცხალის ნატურაც ახლა თქვენ რო გიყურებთ თქვენში უამრავი ფერი ირეკლება აი ამ ფერებს იჭერ აი ამ ფერებს ეძებ და
მე ვამბობ ყოველთვის ბავშვებთანაც და ყველასთან ესეთ რამეს რომ მე ვეძებ ფერს რომელიც ჯერ არ მიპოვნია და ჩვენ ავტომატურად ვეძებთ ფერს ხატრები როგორც რომლებიც სამყაროში ისე ნატურიდან აი ავტომატურად ვეძებთ შეიძლება შეგნებულად შეიძლება შეუგნებლად ვეძებთ ფერს რომელიც ჯერ არავის არ მოგვიძებნია და მე ვეძებ ამას შესანიშნავი ეძებენ ჩემი მეგობრები როცა მივდივარ და ცოცხალ ნატურასთან გვაქვს შეხება ცოცხალ ბუნებასთან გვაქვს შეხება აი იქიდან მინდა რომ აღმოვცენდე და ვიპოვო კიდე სხვა აი ამდენი წელია ამ საქმეში ვარ დაახლოებით 17 წელია რაც უკვე დავამთავრე სასწავლებელი და დაახლოებით 25 წელზე მეტია ეს პროცესში ვარ სულ ფილმჯიხილიდან არ გამიგდია და დღემდე ვამბობ რომ ვეძებ ფერს რომელიც ჯერ არ მიპოვნია და უნდა ვიპოვო და ვიპოვი კიდევ ვაგრძელებ არ შეგვიძლია ჩემ კითხვას რა არის ის მნიშვნელოვანი როდესაც ბავშვი ფუნჩი იღებს ხელში აი უმთავრესი რა არის ჯერ ბავშვს უნდა მოერგო ანუ რაღაცნაირად ბავშვის ენა უნდა შევისწავლოთ რომ მან ჩვენთან კომფორტულად იგრძნოს და არ უნდა ეშინოდეს პედაგოგის. აი ჩვენ თუ დააკვირდებით იქ ჩვენ ცდილობთ ხოლმე მასთან ერთად ჩვენც ვხართ. კი. აი დიდი მხატვრები თავიანთ მოსწავლეებს ასე უდგებოდნენ. რომ აი ბავშვი რო გიყურებს რომ შენს მასთან ერთად მუშაობ რაღაც უფრო ამაღლებული გრძნობა ეუფლება. უფრო ლაღია შეიძლება. ლაღიც თავისუფალიც არის, კომპლექსი არანაირის არ აქვს, უკვე რიდი არ აქვს, ну ფარგლებში, ზომიერების ფარგლებში და სასიამოვნო პროცესი არის. აი ბავშვთან რაღაცნაირად ბავშვიც უნდა გახდეს შენ რაღაცნაირად და ის შენი ტოლი უნდა გახდეს, აი უნდა ეს შერწყმა უნდა იყოს და ბავშვი თუ არა გაქვს ხელოვანიც ვერ იქნება. რა თქმა უნდა რაღაც იმასე. და აი ფერთან დაკავშირებით მინდოდა რომ გოგენ ვან გოგს აქვს ეს საინტერესო გამონათქვამები რომ ჩვენ როდესაც და პირადად ვან გოგი თავის თავზე საუბრობდა, რასაც ვუყურებთ, ჩვენ ვუყურებთ იქ ფერებს ვუყურებთ და ვეძებთ საინტერესო ლაქებს. საინტერესო იმ დინამიკას, რომელიც ჩვენ იმას კი არა, რასაც ვხედავთ ზუსტად, არამედ იმას გადმოვცეთ, რაც ფერთა გრძნობებში იმალება რა. აი ამებს ძიება არის, მუდმივი პროცესი არის და მუდმივად სულ ახალი აი გაცემის დასაწყისში აღნიშნე რომ ეს მთიული ხალხი რაღაცა კიდე სხვანაირად ხატავს და რა არის ის საკვანძო და ის საიდუმლო აი მთიულები ჩვენ ახლა გენში ალბათ თიდან რო ვართ არ ვიცი მე ესე ვფიქრობ ჩემი აზრი ესეა რომ ბუნებასთან უფრო ახლოს აი ვაჟა-ფშაველას ნაწარმოები ძალიან მიყვარს მე ნუ რა თქმა უნდა სხვაებიც მაგრამ რატო ეს ბუნება ჩვენი მასწავლებელია ხო იგივე ლეონარდო და ვინცი თქვა რომ ყველაზე კაი მასწავლებელი ეს ბუნება ბუნებაში ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი შევქმნათ არა ის რასაც ვხედავთ არამედ ის რასაც ჩვენ გრძნობთ ბუნებიდან ძალიან ბევრ რამეს ვგრძნობთ ემოციაც გადმოდის ნუ ფერების უსაზღრო პალიტრა ბედნიერება რომ შეგიძლია ბუნების ენა გაიგო და ფერების აი ბედნიერებასთან დაკავშირებით რა ხატვარი და ბედნიერი არ იყოს არ არსებობს. უნდა იყოს აუცილებელია ეს. აი ვან გოგი ახსენა, მე ძალიან მიყვარს ეს ვან გოგი და ლეონარდო და ვინჩი. ვან გოგს აქვს კიდე ესეთი გენიალური სიტყვები რა. აი ვან გოგის წერილებში არის ძალიან კარგად ეს მოყვანილი. რაც უფრო მეც ვფიქრობ, მით უფრო წმუნდები, რომ ყველაზე დიდი ხელოვნება, ყველაზე დიდი სილამაზე ადამიანის სიყვარულია. მე ბავშვებს ვეუბნები ყოველთვის რომ ამ საქმეში თუ არ არის სიყვარული შეუძლებელია რომ რაღაცას მიაღწიო. იმიტომ რომ სიყვარულით როდესაც ქმნი ნამუშევარს ნებისმიერს აი მაშინ გაბედნიერებს. თუ გაბედნიერებს ეს უკვე მიღწევა და წარმატებაა. შენი წარმატება ეს ასე რომ რასაც ქმნის შემომქმედი იქნება ეს მოქანდაკე იქნება ეს მომღერალი თუ ფერწერი უნდა აბედნიერებდეს რომ სხვაც გააბედნიეროს აი ამ თავის შემოქმედი. და მაშინ საინტერესოა რაც შეეხება ძალიან საინტერესო მიდგომაა და დღეს რა აბედნიერებს ახალგაზრდა თაობას ანუ რას გულისხმობ ეპოქები იცვლება რა თქმა უნდა გემოვნებაც იცვლება მოთხოვნაც იცვლება რას ხატავთ მათთვის და აი ყველაზე მეტი დაინტერესება მაინც საით არის და რა ინტერესებთ მოკლედ აი მე გეტყვით მაგასთან დაკავშირებით ერთ რამის რომ მას უნდა ინტერესებდეს პირველ რიგში საფუძვლები ანუ აი ეს შეგდარებას მოვიყვან რა აი დიდი ხე რო იზრდება და ნაყოფს იძლევა ის ფესვია მთავარი ანუ ჩვენის ფესვები უნდა ვეცებოთ. აი რაზე დასაუბრობდი დასაწყისში. ნუ ცხოვრებაც ესეა რა, მოწყობილი და ამ ხელოვნებაში კონკრეტულად ფერწერაშიც დავაკავშირებ. აი ფესვებიდან უნდა ვეძებოთ. იქიდან შენ თუ შეიყვარებ
მაგალითად ბოტიჩელს შე თუ შეიყვარებ აი ძველ კლასიკოსებს აი შეგიყვარდება მე იმპრესიონისტსაც მივხვდი რა თქმა უნდა მე ყოველთვის წაიკითხა ყველაფერი ნათელი იქნება ეს არის საძირკველი ეს არის საძირკველი და ეს უნდა ვიცოდეთ აუცილებლად რომ ყველაფერი მე სხვა რამე შექმნა ყველაფერი მე აფრქვიო რა ემოციურად საუბრობენ როგორ გადამდებია ეს ყველაფერი და წარმომიდგენია აი ბავშვების მესმის და მიხარია რომ აი ეს ენერგია გადადის მათში და თვითონ ეს პროცესის მიმდინარეობის ბუღამიდან და მე პროცესის აი დაგემოვნება ანუ ის მარტო ის კი არა რა სხვა აი პროცესი არის ყველაზე მთავარი ხალხში და ვფიქრობ რომ ეს გადამდებია და ძალიან ბედნიერები არიან ის უცხოელი მოწაფეები კარიკატურისტებიც ხართ და ეს ძალიან საინტერესო მიმართულებაა აი კარიკატურაც თავისი ფოვიდა თუ როგორ აი კარიკატურაზე გეტყვით მოკლედ და მე ეს ხომ არ არის გააგრძელებს საინტერესო მოსაზრებები აქვს ამასთან დაკავშირებით მე ვამბობ ესეთ რაღაცას ჩემი ინდივიდუალური სუბიექტური აზრია კარგად ეუფლები პორტრეტს გამოგივა კარიკატურაც ამ უბრალოდ განვითარება სჭირდება და ამასაც სიყვარულის დადება ისევე როგორც სხვა დანარჩენ მიმართულებებს შენ ესეც უნდა გაბედნიერებდეს აი ბევრ პროექტებში ყოფილი ვარ კარიკატურა აი ერთი 2018 წელი იყო მახსოვს ჩემს წინ გაიარა 300-ზე მეტმა ადამიანმა 2018 წელი იყო აი ძალიან ბედნიერი ვიყავ იმის მიუხედავად რომ ეს თითების დაღლილი მქონდა. კარიკატურები ვხატეთ. და როცა მათ რეაგირებას და ემოციებს ხედავ, ეს კიდე აი რა ვიცი, ბედნიერებისგან იღვრები რა, ისეთი რამე არის. აი საინტერესოა, როდესაც კარიკატურას ხატავთ, ხო, ადამიანს უყურებთ. რა გამოგაქვთ პირველ პლანზე? აი თავარი ახლა აი მაგალითად არის ადამიანს კლასიკური სახე აქვს. და ესეთი ნაკუთები გამოყვანილი ნაკუთები აქვს და ეს მშვენიერება სილამაზე გადმოდის. აი აქ მოძებნო შენ ისეთი რაღაცა რომ იყოს კომიკური ხო? თუნდაც ხასიათი უმთავრესად უფრო რა თქმა უნდა ეს ჩვენ ვაზივადებ. კარიკატურა ხო არის გაზვიადება და უნდა იცინო, უნდა გაახალისო ადამიანი და ოღონდ მაგრამ ეს კეთილი სიცილი უნდა იყოს. რა თქმა უნდა ახლა კარიკატურა არის რომ შეიძლება ძალიან ცუდი ისიც გამოიყენო, მაგრამ ეს რა ამ ჩვენ გვაქვს აქ წითელი ხაზებია თავარი არის კარიკატურაში რომ ის იმ ადამიანის რა თქმა უნდა ხასიათიც იგრძნობოდეს და ის გაზვიადება იყოს და მასში იყოს სიხარული. აი ჩარლ ჩაპლინს აქვს ნათქვამი რომ თუ შენ დღეს ერთხელ გაიცინებ ეს იგი წარმატებული დღე გქონდა. ეს არის ადამიანის ბატონის მედანინოს ხშირად გვითხოვს რომ ყველაზე რთული არის კომედიის ჟანრში მოღვაწეობა. ყველაზე რთული არის ჰიუმორისტული გადაცემის შექმნა, ყველაზე რთულია ჰიუმორისტული მოთხრობის დაწერა და ასევე კარიკატურაც არის. აი როგორც შენ თუ ანბანს არიცნობ, ხო? აი როგორც თქვენ ხშირად ამბობთ, მეორდებ თუ ანბანს, მაგრამ აქ უკვე სხვა მომენტია. აქ უკვე აი ზღვარს გადიხარო ხასიათის დაჭერაც არ არის მარტივი და ამის გამოხატვაც. თან ისე, ნუ აქ არ არის ხალხი შეიძლება დიდი ცხენი მიყონდეს, დიდი ყური და ამაზე გააკეთო აქცენტი, მაგრამ აქ არის აქ დიდი შემოქმედება, ეს არ არის მარტივი რა. უნდა იპოვო, აი უცებ უნდა უპოვო ხასიათი. რაღაცა დამახასიათებელი. შეიძლება ერთი მხარე იპოვო დამახასიათებელი და ის ყველაფერს კითხულობდეს. უცებ ეს ყველაფერი არა აი ეს რაღაც სპონტანურად ექსპონტად მოდის ეს შენ თავში ესე უნდა აღმოაჩინო იმ ადამიანში და ზოგადად როდესაც მხატვრობაზე ვსაუბრობ ნუ ვფიქრობ რომ ეს არის ცხოვრების პალიტრა ხო ანუ შემოქმედი არის თავისუფალი შემოქმედი არის ლაღი თუმცა დროთა განმავლობაში იცვლება თუ არა თქვენი ხელწერა ან რამე შეემატა თუ არა ეს მაინტერესებს. აი, საერთოდ ხედვა იცვლება. კი, რა თქმა უნდა, პერიოდი აი პიკასოს ხო აქვს რამდენიმე პერიოდი. დიახ, ეტაპი ხო? შემოქმედ ადამიანშიც არის ესეთი პერიოდები, შეიძლება ჩვენ არ ვთვლით, არ ვაკონკრეტებთ, მაგრამ არის. აი მაგალითად შემოქმედი იყო, შემოქმედი რა ქვეყანაშიც არ უნდა იყოს, რთული არის. ეს პატარა ამბავი არ არის. ახლა შენ გახვიდე, წახვიდე პლენერზე, ჯგუფთან იქნება თუ მარტო და ხატო იქ რაღაცა ამოიღო. ან იჯდე სტუდიოში და მოიფიქრო და აი ეს ძიებაში უნდა იყოს, ხო, სულ ძიება და შემოქმედება არის ბრძოლა, მოდის. როგორც ცხოვრება არის ბრძოლა. იგივე შეგვიძლია ჩვენ შემოქმედება შევადაროთ, აი მარტივად უპირველეს ყოვლისა ვისებრძვით. შევადაროთ. ბოლო კარს ჩვენ არ ვაჩვენებთ არავის. საკუთარ თავსაც, რა თქმა უნდა. შემოქმედება ეს რაღაცნაირად წამებაც არის, მაგრამ დიდეს სიამოვნებაა. აი ბრძოლა მე მყავს მეგობარი. ბრძოლა არის ეს, რა ეს. ბატონი. და ბოდიში და შეიძლება შევადაროთ დომინოსაც. და რატო? თამაშის დროს
ის ადამიანი რომელიც შენ გვერდს გიყურებს შეიძლება ამოგიცნოს რა კოჭები გიჭირავს შემოქმედებას თუ გააჩინა ვისთან გიწევს ურთიერთობა რომ ამოგიცნოს შენ შემოქმედებაში რატებს მაგრამ კარც შევადარებდი იმიტომ რომ ბოლო კარც არა შეიძლება არ აჩვენო შემოქმედებას და საბოლოო ჯამში ბრძოლაში შახმატ შევადარებდი ის კოლეგებს ძალიან შესანიშნავი მეგობარი ყავს ბატონი შალო ფაჩუშვილი ვეუბნები ხოლმე რომ მეომარო ესე ვუწოდებ მეომარო ამ ჩვენ საქმეში ჩვენ მეომრები და ჯარისკაცები ვართ და ძალიან გვაბედნიერებს ეს ერთანა ანუ თანადგომითი მომენტი მაინც გამოიყოფეთ მანდა ჩაკი სისხლის ყივილი და ბატონო თქვენ აღნიშნეთ აი ვაჟაფშაველო და ეხლა შეუძლებელია რომ თქვენზე ინსპირაცია არ მოახდინოს საკითხულმა წიგნმა მოსმენილმა მელოდიამ ან ნუ ხო ბუნებაზე და ზოგადად სიტუაცია ხო მაგრამ აი ხო რა თქმა უნდა აისახება აი ვაჟაფშაველას ერთი მომენტი ნუ შემოქმედება მისი უნიკალურია რა თქმა უნდა ეხლა მე აქ არ დავიწყებ ყველა დეტალს განხილვას მაგრამ ერთი მომენტი იყო ესეთი რომ ვაჟაფშაველა არ პატიობდა თავის თავში არ პატიობდა იმ ხელოვან ადამიანს რომელსაც უდიდესი ნიჭი და განათლება აქვს იყო ესეთი მომენტი რომ ის ხო სოფლის საქმეებს აკეთებდა და ყველაფერს ხო მიატოვებდა ხოლმე ახლა ეს ახლა დეტალებში ვერ ვიტყვი მიატოვებდა და იწყებდა წერას ანუ რაც თავს ანუ ნახე შემოქმედება აწუხებდა ყველაფერს მხატვრობაც ეგეთი რაღაცა შეიძლება ყველაფერი მიატოვო ის რთული არის ის სხვა საქმე აკეთო განა არ გააკეთებ მაგრამ ის შემოქმედებაში კავდებოდა და თავისმა მეუღლემ ასეთი სიტყვები უთხრა რომ რა დროს ახლა დაბღვაჯნის დროა და რა დროს წერის დრო არის აგე კარს მოგვადგა ზამთარიო და გვინდა და ეს გჭირდება და კორექტულად ვაჟაფშაველმა მიმართა რომ დედაკაცო შენ განათლებული რო იყო მაგ სიტყვებს არ გაპატიებდი ანუ აი ნახე აი ჭიდილია აი ვაჟაფშაველას მე რატო ვაკვირდები ასეთ შემოქმედ ხალხს რომ იქიდან რაღაცა მაგალითი აიღო იგივე აი ლეონარდო და ვინჩი ჩემს ყველაზე დიდი როგორც თქვით უაღრესად ბევრი რამე შეგვიძლია ვისწავლოთ მისგან ის ეპოქებს გაუსწრო და ჩვენ არის კაცის სახეს მესავრად ხო მარტო ხატრობაზე არ არის აი მე ვიტყოდი ლეონარდოს ძალიან აი მიყვარს გენიალური ფრაზები აქვს რა აი ყოველთვის მეკითხებიან ხოლმე რა აი მშობლებიც რომ აი ჩემი ბავშვი ნიჭი აქვს აი როგორ ისწავლის არის სწავლის ან დამწყები მხატვრები რომლებიც დასრულები არიან ლეონარდოს აქვს ძალიან შესანიშნავი ასეთი ფრაზა რომ ფერწერას ვერ ასწავლი მას ვისთვისაც ბუნებას საიმისო შესაძლებლობა არ მიუცია მაგრამ იქვე დასძენს რომ უნიჭოსაც შეუძლია ანუ ხელოვნებაში ნიჭი ვისაც არ აქვს იმასაც შეუძლია დაიუფლოს სახვით ხელოვნებას ანუ მხატვრობას ფერწერას ოღონდ დიდი შრომის ფასად მაგრამ ეს ორი რამ ნიჭი ერთად სჭირდება დიდი შრომა მაგრამ განსხვავებით უნიჭოსგან ესე ვიტყვი უნიჭო ხლა არავინ ნუ ამ საქმეში ნიჭი მე მაგალითად არ მაქვს ბევრი შესაძლებლობები როცა აქვს უფრო და ვერ ვხატავ ორივე სჭირდება შრომა თუმცა მე ვფიქრობ რომ როდესაც შენ ხელოვნების შედევრს ხედავს ან თუნდაც იმ ნახატებს რასაც ახლა ჩვენს ირგვლივ არის და ამას აღიქონდა სიამოვნებას განიჭებს ეს ნიჭია რა თქმა უნდა ამას დანახავდა და ამასობაში არ უნდა გამოვტოვოთ თელავში მიმდინარე თქვენი პერსონალური გამოფენა ამჟამად მიმდინარეობს მე მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და ქალბატონ მაია აფციორს მადლობა გადაუხადო ამ ღონისძიების შექმნისთვის და ამ კურატორობისთვის მორიგი მეორე პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს ძალიან ბედნიერი ვარ ორმაგად იმიტომ რომ ერეკლეს სახელობის ისტორიის მუზეუმია ეს და ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პატივი იქ რომ მაქვს ეს გამოფენა თელავის ძალიან შესანიშნავი ქალაქია ამ გამოფენის მიზეზით მოხდა რომ ორჯერ ვნახე მე ეს თელავი და ბედნიერება წილად და ამ მიზეზით იქ პლენერი გავაკეთეთ ჩემ მეგობრებთან ერთად ძალიან შესანიშნავი ხედები და რა ვიცი აი მაბედნიერებს რა მოკლედ რომ ვთქვათ რა აი სულ ამ ცხოვრება აი ვიძინებ ვიღვიძებ ესე იგი ვფიქრობ ეხლა როგორი პროექტი გავაკეთო საწავით და რა ნამუშევარი ეს არის უნგრეთში ვიყავით შარშან წასულები ბუდაპეშტის ხედებია ეს თბილისია და ბუდაპეშტიდან მე გავემგზავრეთ მეგობრები ბალატონზე შესანიშნავი ხედები დავხატეთ სპეციალური მიწვევით ვიყავით იქ და ძალიან კარგად ჩაიარა იმ სიმპოზიუმმა სადაც ვიყავით იქ მიწვეულები ჩვენ და ასე რომ რავი მომავალშიც იმედია იქნება და თავარია მე ვამბობ ხოლმე ყოველთვის ამ საქმეს ისე როგორც ყველა საქმეს არ გაჩერდე
რა თქმა უნდა, იცით რა არ გაჩერდე და ალბათ ნამდვილი შემოქმედი ვერც ვერასდროს ვერ გაჩერდება. და რაც შეეხება ზოგადად თქვენ შემოქმედებას, ამით დავიწყეთ და სამწუხაროდ დრო უკვე გვეწურება, ამით უნდა დავასრულოთ. დიდი ბედნიერება, როდესაც ქვეყანაში არიან ესეთი შემოქმედი ადამიანები და იმით არის კიდე განსაკუთრებული დღევანდელი თქვენი სტუმრობა, რომ თქვენ ხართ ტყუპი ძმები, მხატვრები, თქვენ ერთად აიღეთ ცარცი და ნახშირი ხელში, ერთად დაიწყეთ ხატვა, ანუ სუფთა დაფაზე მოდით, ასე ვთქვათ და ესეც ჩემთვის ძალიან ემოციურია, მდინარის ქვეშ რომ ხატავდით, თუმცა დროშლი და წყალი შლიდა, მაგრამ თქვენ არ გაჩერებულ ხართ და თქვენ ისევ და ისევ აგრძელებთ. დიდი მადლობა. რომელიც არ გიპოვიათ. მე ვფიქრობ, რომ თქვენ იმ ფერს აუცილებლად მოძებნით, იმიტომ რომ კიდევ გავაგრძელებთ. და შემდეგ გააგრძელებთ. ეს არის დაუსრულებელი პროცესი. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი და მე და ნინო ამაში ნამდვილად ამას ვაღიარებ და დარწმუნებული ვარ ჩვენი სვენლისთვისაც და მაყურებლისთვისაც ეს ძალიან საინტერესო იყო. წარმატებები მინდა გისურვოთ. დარწმუნებული ვარ რომ ახალი ამბებით კიდევ ერთხელ გვესტუმრებით ჩვენს ეთერში და მინდა წარმატება გისურვოთ. გაიხარეთ. უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა სტუმრს მადლობისთვის. ბესო და გოჩა გინტურები იყვნენ ჩვენი სტუმრები მხატვრები და მადლობა.